პროფესორ მასწავლებლებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებიც სტუდენტებთან ერთად ყოველდღე აქციაზე დადიან და მათაც აუცილებლად უნდა ვკითხოთ. უკაცრავად გაწყვეტინეთ, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში გილოცავთ შობის წყინვალე დღესასწაულს. ამ ემოციებზე უნდა გკითხოთ. ჩვენ ყველა დღე გხედავთ აქციებზე, გხედავთ სტუდენტებთან ერთად და არ არის დღეს მარტივი იმ პირობებში, როდესაც ხედავთ რამდენი ადამიანს უშვებენ სამსახურიდან ემუქრებიან, იდგე ქუჩაში, აი ყველა ამინდში და აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობა ეს ემოციები, რასაც ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ ჩვენი მაყურებელი. დიახ, გილოცავთ პირველ რიგში ყველას შობის დღესასწაულს თელ საქართველოს ულოცავ. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვართ ქუჩაში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება ჩვენ და ჩვენი მთავარი მოთხოვნები კვლავ რჩება ძალაში. დღესაც ვართ ქუჩაში და ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პირველ რიგში ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმარი და ყველა მათგანს ულოცავ ასევე შობის დღესასწაულს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე იქნებიან თავისუფლებაზე და საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ნამდვილად ევროპული ქვეყანა. დიდი მადლობა. მე დაგათვალიერებინეთ კიდევ ერთხელ მიმდებარე ტერიტორიას, ვიკა ადამიანებს ხედავთ ახლა სანთლებით, ნაწილი ტაძარშია შესული, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. აი ესეთია ბათუმში შობა, რომელიც მართლაც აი ვერ გეტყვით, არა მგონია მე შევძლო რომ სიტყვებით ეს ყველაფერი გადმოციან კადრებმა გაჩვენოთ ის ემოციები, რაც აქ ხდება, მართლაც ამაღელვებელი სანახაობა, ადამიანები დგანან ერთად საქართველოს